ახმეტაში ქართულმა ოცნებამ მერობის კანდიდატად ალექსი ფიცხელაური დაასახელა. საარჩევნო მარათონში ის უკვე მეორე დერთვება და გაწეული 4 წლის შრომა მუნიციპალიტეტის მოქმედ მერს გამარჯვების რწმენას აძლევს. ფიცხელაურის განმარტებით მუნიციპალიტეტში არაერთი საკითხი გადაიჭრა. მოწესრიგდა ტურისტული ობიექტები, მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა მაღალმთიან დასახლება თუშეთშიც, რამაც ტურისტების ნაკადი მკვეთრად გასარდა. გარდა ამისა, გაკეთდა ცენტრალური გზები და მოსახლეობას გადაადგილება უმარტივდება. 4 წლის განმავლობაში ჩვენ გავაგზავნებთ, იმიტომ რომ პრობლემები დაგვჭა. გვაქვს რამოდენიმე საბავშვო ბაღი, რომელიც აშენებას და რეაბილიტაციას საჭიროებს, ასევე ჩასმულია აქაც გამეორდების დუისის სკოლის მშენებლობა, რომელიც წელს უნდა დაიწყოს და აშენდეს. ამასთან ერთად რეაბილიტაციო გვაქვს კიდე რამოდენიმე სკოლა, რომელიც ეტაპობრივად განხორციელდება. და სასმელი წყლის პრობლემების აღმოფხვა კიდე, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ბუნებრივად ეს წყაროს წყლები, რომელიც არსებობდა ამ გლობალურ დათბობას დავაბრალოთ თუ სხვა კლიმატურ ცვლილებებს, იგლოდა ძირითადად ამ ჭაბურღილებზე გადავდივართ და ჭაბურღილების მონტაჟი გვაქვს კიდე და პროექტები ბევრი გვაქვს, შეიძლება სადღაც 20 მილიონამდე ალბათ პროექტები გამზადებული გვაქვს და მომდევნო 4 წლის განმავლობაში საჭიროებისამებრ კიდე გავახორციელებთ. მასშტაბური პროექტებიდან ახლა დაგეგმილია თვითონ ახმეტის ცენტრალური სტადიონის რეკონსტრუქცია, ასევე სხვადასხვა დროში გაიწელა, მაგრამ წელს უკვე დაიწყება იპოდრომის მშენებლობა, რომელიც უკვე პროექტირება დასრულებულია. პროექტირებამ წაიღო ძალიან დიდი დრო, იმიტომ გამოცდილება არ იყო საქართველოში იპოდრომის მშენებლობის და იპოდრომის მშენებლობა დაიწყება წელს ასევე და დანარჩენი ნელ-ნელა ჩვენ კიდე გეგმაში გვაქვს ახალგაზრდების გვაქვს მოთხოვილი ახალგაზრდული სივრცეების მოწყობა წელს ახმეტაში ასევე იუსტიციის სახლიც გაიხსნება, რომელიც მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.